თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს ამოქმედა ახალი შეფასებათა სისტემა, რომლის მიხედვითაც სტუდენტები შეფასდებიან უფრო ჩაშლილი კომპონენტების მიხედვით, ან თვითოული მათი მოქმედება, თვითოული მათი ამოსუნთქვა იქნება შეფასებული ძალიან ობიექტურად, ძალიან სტუდენტზე ორიენტირებული ხარისხის კუთხით. ამაში რა იგულისხმება? აქამდე არსებული უნივერსიტეტში არსებული შეფასებათა სისტემა მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მოქნილი და კარგი იყო, მაინც ვერ აფასებდა სტუდენტის მიღწევებს დეტალურად. დებულების მიხედვით სემესტრის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო 2 შუალედური გამოცდა, რომელიც ფასდებოდა ჯამში 15 ქულით. ახალი შეფასებათა სისტემით ჩატარდება 1 შუალედური გამოცდა, რომელიც შეფასდება 20 ქულით. აქ მოკლებული კომპონენტები გადავა სემინარზე შეფასების კომპონენტებთან, რომელიც არის 10 ჯერ შეფასება მაქსიმუმ 3 ქულით და პრეზენტაცია, რომელიც 10 ქულის ნაცვლად გახდა 5 ქულა. და დასკვნით გამოცდა, რომელიც შეფასდება 30 ქულით ნაცვლად 40 ქულისა. ანუ შუალედური შეფასებათა კომპონენტები გადანაწილდა 60-დან გახდა 70 ქულა და დასკვნითი გამოცდა, რომელიც იყო 40 ქულა, გახდა 30 ქულა.